სამტეხლო შემძენის გარდა გამყიდველზეც იქნება გათვალისწინებული, ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. როგორც წესი, დეველოპერები ასეთ პირგასამტეხლოს მხოლოდ შემძენის მხარეს ჩაწერენ ხოლმე. მაშინ, როდესაც უმეტესად თავად ვეარღვევენ მშენებლობის დასრულების ვადებს და ამ შემთხვევაში შემძენი თითქმის უუფლებო რჩება ხოლმე. ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი დეტალია ვადა. რა ვადაში უნდა დასრულდეს მშენებლობა, რა ვადაში უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. რაც უფრო ბუნდოვანი იქნება წინარე ნაწყიდობის ხელშეკრულება, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მომავალში სადაო გაგიხდება თქვენი ბინის შეძენა. ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაამოწმოთ ქონების სამართლებრივი მდგომარეობა, ამონაწერი საჯარო რეესტრში, კომპანიის მდგომარეობა, კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი, ესე იგი რეალური მესაკუთრე. შეიძლება კომპანია სხვა კომპანიის მიერ იყოს რეგისტრირებული, კომპანიაზე იყოს არაერთი შერწყმა, გამოყოფა, რეორგანიზაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია გაიტყვეს ვინ არის საბოლოო მესაკუთრე და ასევე მნიშვნელოვანია რომ პარტნიორებიდან თუნდაც ერთ-ერთს იქნება ეს კომპანია თუ ფიზიკური პირი ჰქონდეს რაიმე ქონება და უფრო სასურველია რომ ეს ქონება წლების განმავლობაში ირიცხებოდეს მის სახელზე. წინარე ნაწყიდობის ხელშეკრულება არ ნიშნავს რომ თქვენ უკვე თავისთავად გახდით ამ ქონების საბოლოო მესაკუთრე. უბრალოდ წინარე ნაწყიდობის ხელშეკრულება დაგიცავთ იმისგან რომ გამყიდველი ვერ შეძლებს ამ ქონების კიდევ მეორედ გაყიდვას.